აქ უნდა გადავიყო, აი ბოლო ჯერ რო გახვალ ამ ოთახიდან ის 5 წუთი მინდა და დავასრულე. იცი რა, გულწრფელად გეტყვით, რომ ამ ემოციას არ ვიცნობ. ეს ძალიან ახალი და უჩვეულოა, მაგრამ ეს არ არის არც სევდა, არც წყენა, არც ბრაზი. სახელი ვერ უპოვე. მე შუქი უნდა ჩავაკრო. არანაირად არ მაქვს დასრულების შეგრძნება. 2016 წლის 2 აგვისტოდან ვარ გაერთიანების დირექტორი, თბილისის მუზეუმის გაერთიანებას გულისხმობ. გაერთიანება შეიქმნა 2016 წლის 10 აპრილის განკარგულებით. აპრილიდან აგვისტომდე მას არ ყავდა დირექტორი, ეს იყო გარდამავალი პერიოდი და მე პირველი დირექტორი ვარ გაერთიანების. და კიდევ რამდენი ხანი გქონდა ვადა რომ ყოფილიყო? ეს ძალიან საკამათო გახდა, განსაკუთრებით ბოლო 48 საათის მანძილზე, რადგან მე ჩაბარებული მაქვს სრული კანონის დაცვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მთავრობის განკარგულება არსებობს, რომელიც გამოიცა 2024 წლის 19 დეკემბერს. ის არის საჯარო დოკუმენტი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს. სადაც ხაზგასმით წერია, რომ დირექტორი დაინიშნოს 3 წლის ვადით. იყო არაერთი საუბარი სხვადასხვა პერიოდში ზაფხულიდან მოყოლებული, რომ მე დამეტოვებინა თანამდებობა ჩემით. ჩემთვის ყველაზე ძალიან რაც გაუგებარია, ეს არის ფორმა. სამუშაობის დასრულების ან განთავისუფლების ფორმა, გულწრფელად რო გითხრათ, რადგან მე არ განვიხილავ არც ერთ პოზიციას მარადიულ პოზიციად. დღეს არის ჩემი ბოლო დირექტორის პოზიციაზე, ჩემი ბოლო დღე. არ მესმის ფორმა ესე, რომ ელექტრონული სისტემის საშუალებით იღებ 48 საათიანი განთავისუფლების ვადას, ისე რომ გულწრფელად გეტყვით, რომ ყველაზე სევდიანია, რომ ვერ ვასრულებ იმ ძალიან პრინციპულ პასუხისმგებლობას, რომელიც ყოველი კვარტლის და ყოველი 4 წლის შემდეგ მქონდა, ეს იყო საჯარო ანგარიში არა მხოლოდ დამფუძნებლისთვის, არამედ გადამხდელებისთვის. არანაირი ახსნა არ მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ინსტიტუციური ფორმა, როგორიც არის სასამართლო და ის უფლება, რომელიც აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, მე იმედი მაქვს და მინდა რომ ჩეროდეს, რომ სასამართლო გაარკვევს მიზეზს იმისას, რა შეიძლება იყოს ის ფარული მიზეზი. ან ისტორია გაარკვევს, ხო? ხო ჩვენ აპირებთ რომ მიმართოთ სასამართლოს. აუცილებლად, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია სამართლებრივი ასპექტი ამ მიმართებით, რადგან მე ჩამოვთვალე ეს რაღაც თანმიმდევრული და აბსოლუტურად ბუნდოვანია ასევე რატო არ მოხდა რატო მოხდა ვადის გაგრძელება მაშინ როცა შეიძლება და ეს პროცესი სრულად უმტკივნეულოდ დასრულებულიყო 2024 წლის 1 აგვისტოს და ვერ გეტყვით რომ ბუნებრივი დასრულების შემთხვევაში მე ვაპირებდი რომ გამეგრძელებინა ეს პოზიცია. დავის мотиваცია არ არის სამსახურში დარჩენა. დავის мотиваცია არის უსამართლობა იმ ძალიან მნიშვნელოვანი თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიანობაზე, ვსაუბრობთ ღირსებაზე, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ამ
თითქმის 9 წლიანი კომუნიკაციის პირობებში და ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხანდახან იყო ყოველდღიური კომუნიკაცია, არა მარტო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ძალიან ბევრ თანამშრომელთან, საკრებულოს ძალიან ბევრ თანამშრომელთან, ანუ ეს ვალდებულება იყო, ეს არ იყო არც გემოვნების და არც სურვილების, ეს იყო ვალდებულება, დამფუძნებელთან ვალდებულება იყო, მათ შორის კულტურის სამინისტროსთან ვალდებულება. ეს კულტურული მემკვიდრეობა ეს არ არის რაღაც კონკრეტული გამოცემა ან კონკრეტული საჯარო ლექცია და ასე შემდეგ. მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, ხო? ამიტომ წარმოიდგინეთ 9 წლის მანძილზე ძალიან ბევრი რამე, ბევრი ადამიანი იცვლება, ბევრი ხედვა და რაკურსიც იცვლება, მაგრამ ვალდებულებები სრულდება და ყველაზე უცნაურია, რომ აი ამ ასეულობით ადამიანს შორის ჯერ არც ერთი ადამიანი არც მანამდე არც ერთი ადამიანი არ გამოჩენილა, რომელიც იტყოდა, რომ იცი რა, ნინი, ნახვამდის. აქაც დავასრულე წიგნები, რომელიც რჩება და ნივთები, რომელიც რჩება, ეს არის სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც ესეთი მათ შორის ძალიან ბევრია ესეთი იშვიათი გამოცემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მუზეუმის ბიბლიოთეკაში იყოს ჯობია, რადგან ერთ ადამიანს მაინც თუ დაჭირდეს, უკვე ძალიან დიდი საქმეა. სხვა ამ ოთახში, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ მოვალ და გავიტან ჩემ ნივთებს, საქმე აღარ არის. თუმცა დღეს ლექცია გაქვს. ხო, ეხლა გადავინაცვლებ ქვემოთ. კიდევ ერთხელ ვნახავ პრეზენტაციას, რომელიც ნახოთ როგორ იქნება. ჩემი მეგობრები თუ კოლეგები რომელიც იცნობლებიან, მე მინდა გთხოვოთ, რომ არა. ძალიან ბევრი მიზეზის გამო. დასასრულები მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მუზეუმები იხურება. და მე როგორც მუზეუმელი შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ძიმე მუზეუმისთვის არის, როდესაც ხურάμε და არა, როდესაც დირექტორი იცვლება. ლაპარაკი იმაზე, რომ რეპრესიები ან დიქტატურა არის ახიფათო, თბილისის მუზეუმის გაერთიანებას არასდროს არ მორიდებია. ის რომ ილია ჭავჭავაძე ევროპულ ღირებულებებზე საუბრობდა, ის რომ ილია ჭავჭავაძეთვის დემოკრატია და ადამიანის უფლებები ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულება, მე ამას ყოველთვის ევროპული მასშტაბით, ყველა კონფერენციაზე ძალიან ამაყად ვამბობ ხოლმე და ჩემი კოლეგები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან ყოველთვის კითხულობენ, ყოველი გამოსვლის შემდეგ არის კითხვა, რომ თარიღი დააზუსტეთ. 1905 წელს ილია ჭავჭავაძე გამოვიდა ინიციატივით სიკვდილის დასჯის წინააღმდეგ. ეს ის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც ბევრი ათეული წლის შემდეგ დადგა მსოფლიოს წინაშე. აქვს თუ არა ვინმე სიცოცხლის მოსპობის უფლება. ხო, ამიტომ ეს ის ღირებულებებია, რომელიც თუ ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის შექმნა საგანმანათლებლო რესურსი. საგანმანათლებლო რესურსის შექმნა არ გულისხმობს თარიღების დასწავლას, საგანმანათლებლო რესურსის შექმნა გულისხმობს ყველა იმ პლატფორმის გამოყენებას, რომელიც აგრძელებს ამ ადამიანების გზას. თბილისის მუზეუმების გაერთიანების გვერდი მუდმივად, ახლა ხასგასმეთ ვიტყვი, რომ 2017 წლიდან ცდილობს გაყვეს ივერის სტრუქტურას, როგორც არის გაზეთი ივერის სტრუქტურას გულისხმობს დღე ისტორიაში, დღის ქრონიკები, თვის მოვლენა, კვირის მოვლენა და ქვეყნდებოდა როგორც ისტორიული მასალა, ისე მიმდინარე მოვლენებთან რაღაცნაირი კავშირი. მე ხასგასმეთ ვიტყვი, რომ 2017 წლიდან მივდიოდით ამ გზით და 2024 წელს ეს გახდა ძალიან შესამჩნევი და ეს შემჩნევა გახდა ძალიან ბევრი ისეთი გამოხმაურებით, ისეთი სახელებით, როგორც არის ნინი, გიორგი, ქეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უსახელო სახე, უსახელო
პირების თუ ბოტების თუ ციფრულ ენაზე როგორც ქვია, მათი ძალიან აქტიური ჩართულობით, აი ვიტყვი რომ აი როგორც თქვენ არ გესწავლებათ ტაიმლაინის პრინციპი, ხო? ჩვენი ტაიმლაინი არ იყო შაბათს საღამოს 7 საათიდან 11 საათამდე და 4 შაბათს დილის 8-დან 12 საათამდე. აი ამ მასშტაბში ვიჯექით, როცა იყო ეს ძალიან აქტიური შემოსევა. და ეს იყო ეს იყო ძალიან ცხადი, მან დაკვირვების და სტატისტიკის პრინციპით არ არის ხოლმე შემთხვევითი რაღაცები, მაგრამ მე არ მიმიღია პერსონალური შენიშვნა, ასე ვთქვათ, რომ სადღაც რატომ ვიყავი, ან ჩემი ხმა რატომ დავაფიქსირე, ან ჩემი ხელმოწერა რომელიმე კონვენციაზე რატო იყო, ან აქტზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას არ განვიხილავდი როგორც სიკეთეს, ჩემი კონსტიტუციური უფლება გამოვხატო ჩემი თავისუფალი აზრი, ეს ერთი და მეორე თავისუფალი აზრი ჩემთვის არის ძალიან პრინციპული საკითხი კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. კულტურული მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ მოძრავი ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობა არის ის პასუხისმგებლობაც, რომელიც როგორც კი მივხვდები, რომ მე არ მჯერა ადამიანის უფლებების, ან არ მჯერა პატიმრების უფლებების, რომელიც 1976 წლის წერილია მერაბ კოსტავასი და 2004 წელსაც, 2017 წელსაც, 1927-შიც, ციმბირშიც, წინა ხელისუფლების პერიოდშიც და ამ ხელისუფლების პერიოდშიც პატიმარი ადამიანია. და უკანონობა არის უკანონობა. ჩემთვის არის შეუძლებელი განვიხილო არა პოლიტიკური გემოვნებები, არამედ საერთაშორისო სამართლის პრინციპები. საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ადამიანის ის უფლებები, სადაც არც ერთი რეჟიმის და ხელისუფლების პირობებში არ შეიძლება მედიას კონდეს სუბიექტური სტანდარტი. მედია უნდა იყოს ობიექტური, ყველგან არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სამთავრობო თუ ოპოზიციური. მე ამისი მჯერა. როგორც კი მივხვდები, რომ ამისი აღარ მჯერა, გასაკეთებელი აღარაფერი აღარ იქნება, გულწრფელად გეტყვით, ეს საშიშია. ანუ თუ რამეს განვიხილავ საშიშად, ეს არის, რომ როდესაც დავიწყებ ისტორიის შეცვლას მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და ბიოგრაფიის. თქვენი წასვლის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ პროცესის განვითარება? რა ბედიელის აი ამ გაერთიანებას და რა საფრთხეებს ხედავთ? მე არ ვხედავ საფრთხეს ერთი ადამიანის მოსვლით ან ბევრი ადამიანის მოსვლით. საფრთხე დგას, საფრთხე ცოტა ხმამაღალი ნათქვამი შეიძლება იყოს, რადგან ეს არ არის მარტო გაერთიანების საფრთხეზე საუბარი, ეს არის ინსტიტუციურ მეხსიერებაზე საუბარი, რომელსაც თავისი ვადები აქვს, თავისი გეგმები აქვს და თავისი ვალდებულება აქვს, ხო? მე მჯერა, რომ ისეთი გუნდი რჩება, რომელიც ამ გზას გააგრძელებს და მხოლოდ გემოვნების ან ადამიანების ცვლილებების შედეგად სამოზამო ფონდები არ შეიცვლება, მაგრამ საფრთხეთ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ის საფრთხე, რომელსაც მარტო გაერთიანებასთან დაკავშირებით არ ვხედავ, ზოგადად კულტურის სფეროსთან დაკავშირებით ვხედავ, რადგან არ გულისხმობ ნინის ან ნებისმიერ სხვა ადამიანს, ეს არის რაღაცნაირად გამეორება 1932 წლიდან დაწყებული პროცესები, სანამ 36 წლამდე მივიდოდით, როდესაც ეს ნელა წერტილ-წერტილად იწყებოდა ზოგადი სურათის გამოჩენა. ზოგადი სურათის გამოჩენა, რომ სადღაც რაღაცები საშიშია. დღეს ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ სურათი ჩანს და კონტურები ჩანს, რადგან ინსტიტუციური რღვევაა დაწყებული, არა მარტო კულტურის სფეროში. ინსტიტუციური რღვევა, რომელიც მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ დაიწყო მედია, თავისუფალი სიტყვა, შრომის უფლებები, სამუზეუმო სივრცე, არქივები, ბიბლიოთეკები და ასე შემდეგ.
ეს არ არის მხოლოდ ადამიანები ისჯებიან არა იმიტომ რომ ადამიანები განსხვავებიან ერთმანეთისგან, ადამიანები ისჯებიან იმიტომ რომ ისინი არიან სახეები, რომლებიც ისტორიულ მეხსიერებას ინახავენ, ან უნდათ რომ შეინახონ, ან უნდათ რომ გააგრძელონ და ისჯებიან პირდაპირ და ირიბი გაგებით, იმიტომ რომ ისინი ხედავენ საფრთხეს, რომელიც არაერთ ქვეყანაში უკვე დადგა. ხო, მაგალითად, ჩემი კოლეგები, როდესაც 2-3 წლის წინ სამუზეუმო სფეროში ყვებოდნენ ბელორუსიის ამბავს, ძალიან თანაგრძნობით უსმენდით 5 წლის წინ, 6 წლის წინ, მაგრამ შეუძლებელი იყო ამის ცხადად წარმოდგენა. თბილისის მუზეუმის გაერთიანება ამაზე დაიწყო ლაპარაკი და კოტე და სოსო წერეთლის მუზეუმი არის ამის ძალიან ნათელი მაგალითი, რომელიც შეფასდა როგორც ლუსტრაციის მუზეუმი. რადგან შესაძლებელი გახდა რომ გვეთქვა რომ კი ჩვენთან ერთად იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჯერ შეიტანეს ბიჭების დასაცავი წერილი და მერე თქვეს რომ შეგვეშალა. არა აქვს ამას მნიშვნელობა სახელებს, გვარებს, ისტორიისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პრეცედენტისთვის რომ ამისთვის ამაზე ლაპარაკი შეიძლება, ეს მუზეუმის საქმეა. ეს მუზეუმი და ნებისმიერი თბილისის მუზეუმის გაერთიანების რეაბილიტირებული მუზეუმი დგას სამუზეუმო სტანდარტზე. დგას ეპოქაზე და მემორირებული პირის წარმოჩენაზე და არა როგორც ერთხელ ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ იასამნისფერი იმიტომ არის გალაქტიონის მუზეუმი, რომ თქვენ შემჩნეული ხართ, რომ გიყვართ იისფერი. როინ ქალბატონმა პირველი და ბოლო დაკითხვის ოქმი არსებობს ესე წერეთლის საქმეში. ჩვენ ვკითხულობთ ესეთ ბოლო ჩანაწერს. კითხვა გვიჩვენებს, ცნობთ თუ არა თავს დამნაშავეთ, თუ ცნობთ კონკრეტულად რაში? პასუხი: მე თავს დამნაშავეთ არ გრძნობ. ჩადენილ დანაშაულში. სოსო წერეთელი. აი ამ თითქმის 9 წლიან პერიოდში ყველაზე ბევრი დრო, ყველაზე ბევრი დღე და ღამე მაგ გატანებული სახლ-მუზეუმებში. მე არ გამოვედი ისეთი დირექტორი, ანუ ვერ გამოვედი ისეთი დირექტორი, რომელიც დილიდან საღამომდე იჯდებოდა ერთ და იგივე ადგილას, ან საერთოდ არ იჯდებოდა. ყველაზე ბევრი დრო მაგ გატარებული ვერ ვიტყვი რომელ მუზეუმში, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა იდგა სოსო და კოტე წერეთლების მუზეუმში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გვეჩვენებინა თვითონ ეპოქა, გვეჩვენებინა საქმე და გვეჩვენებინა ზუსტად ის გამბედაობაც არა რომელიც აუზე ხელაღებულობას ნიშნავს, რომ გაიქცე არამედ ის გამბედაობა, რომელიც გახსნას კი თვითონ ეპოქას, რკინის პერიოდზე ლაპარაკი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გვეჩვენებინა ეპოქა გარდა ოჯახური ისტორიებით, გვეჩვენებინა მთლიანად ეპოქა რა ხდებოდა საბჭოთა პერიოდში, ანუ რკინის ფარდის აქეთ და რკინის ფარდის იქეთ და სამუზეუმო კონცეფციაც არის ზუსტად აი მთავარი ოთახის ასეთი, რომ ჭერი არის არკისებური, შუშის საექსპოზიციო სივრცეზე არის თვითონ საქმე, როგორც გამჭირვალობის სიმბოლო, რომ დადგა დრო, რომ ქრონოლოგიურად თვითმფრინავის საქმე, როგორც ნიმუში გამჭირვალობის, რომ შეგვიძლია ვილაპარაკოთ არა ემოციებზე, არამედ დოკუმენტებზე და უკანა კედელზე არის მსოფლიო ამბები და მოვლენები, რაც 70-იან 80-იან წლებშია, მათ შორის ისეთი ამბები, რომელიც ერთის უფრო საერთოდ არ უკავშირდება სოსო და კოტე წერეთლების ოჯახს და მათ ცხოვრებას, მაგრამ ის ამბავი, რომელიც ზოგადად თვითმფრინავის საქმეა, როგორ წამოვიდა ეპოქალური, როგორ არის კავშირში ეპოქალურ მოვლენებთან. ხედავ საფრთხეს გაგრძელდეს ის მთავარი კონცეფცია, მთავარი ხედვა როგორიც იყო, ხო, როდესაც სრულიად ერთიანია საკომუნიკაციო სისტემა, იქნება ეს საექსპოზიციო გარემო, იქნება ეს საგანმანათლებლო პროგრამები, იქნება ის აპლიკაცია, სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმები თუ საერთაშორისო გამოხმაურება და აი თუნდაც ეს მუზეუმების სახლ-მუზეუმების საერთაშორისო დღე ან მაისში დაგეგმილი კვირეული ან ის კონფერენციები, რომელზეც გაერთიანება გამოდის და ძალიან ხშირად ილია ჭავჭავაძე იღებდა ხოლმე მოწვევებს და არა თბილისის მუზეუმის გაერთიანება ან ნინი. მნიშვნელოვანი იყო
ადამიანური ფაქტორი. ხო, როდესაც ჩვენ საუბრობთ მეირაბ კოსტავას მემორიალურ მუზეუმზე, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გვეჩვენებინა ესია დაგეგმილი მუზეოგრაფია, ერთის მხრივ ეროვნული გმირი, მეორეს მხრივ სახელმწიფოებრიობის სიმბოლო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, მაგალითად მუზეუმში დაცულია წერილი, ხო, ჩვენ ვიცით მეირაბ კოსტავაზე წარმოუდგენლად საინტერესო ისტორიები, ლეგენდები მის სიმტკიცეზე, გამძლეობაზე, რკინის ადამიანობაზე და მეირაბ კოსტავას მუზეუმში ციმბირში მიღებული წერილია, სადაც ის ითხოვს, რომ ჩვენი ეზოს ფოთლები გამომიგზავნება და როცა დაბრუნდა ეს ფოთლები ჩამოიტანა, ანუ რამ მნიშვნელოვანი იყო რა ის თითოეული მემორირებული პირის სისათუთეც და ადამიანური სრულიად განსხვავებული, სრულიად სენტიმენტალურიც ხშირად ადამიანური ფაქტორები გვეჩვენებინა ხოლმე, რომ ადამიანი მთლიანია, მუზეუმი ადამიანისგან არ გადის გარეთ. ხო, ესეთი ექსპონატები ძალიან ბევრი გვაქვს ყველა მუზეუმში და ზუსტად ეს იყო რა დამთვალიერებელი არ მოდის ერთხელ. დამთვალიერებელი ჩვენთან ყოველთვის მოდიოდა ბევრჯერ იმისთვის, რომ გამოტოვებული საკითხები, ან ის წერილები, ან ის ემოციები კიდე ერთხელ ეგრძნო, ან კიდე ერთხელ მოესმინა. საფრთხეს რა თქმა უნდა ვხედავ. ეს არის საფრთხე არა გაჩერების, არამედ ისტორიის შეცვლის ან ისტორიის გადაკეთების. ხო, მე არ ვიცი როგორი იქნება მეირაბ კოსტავას მუზეუმი და არ გულისხმობ მემორირებული ნივთების შენახვას, დაცვას, მე გულისხმობ მთავარ კონცეფციას, მაგალითად მეირაბ კოსტავას ეზოში დღემდეა დროშა, რომელიც 1974 წელს, არა მემორირებული პირის დროშა, მაგრამ ეს არის დროშა, რომელიც ჩვენ ისტორიულად ვიცით, რომ 74 წელს მეირაბ კოსტავას სჯეროდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს დროშა ამ ეზოში დაიდგმებოდა. ძელი და დროშა იფრიალებდა და ეს დროშა დღემდე ფრიალებს. და მე იმედი მაქვს, რომ იფრიალებს ძალიან დიდ ხანს. ეს დამოუკიდებელი საქართველოს დროშა 1921 წლის საქართველოს დროშა, ხო? ეს სიმბოლოა იმ უშიშრობის, იმ გამბედაობის, იმ ხმამაღალი სიტყვის, რომელიც ესე გვასწავლეს და ჩვენ ძალიან ვცდილობდით, რომ ესე გაგვექცელებინა. შეიძლება კოსტავას მუზეუმი არ დასრულდეს. ნახეთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ კოსტავას მუზეუმის დასრულება, ტექნიკურ დასრულება არ დასრულებაზე, ან არ ვსაუბრობ იმაზე, რომ თოჯინების მუზეუმს ექნება შენობა, ან ექნება საექსპოზიციო გარემო. მთავარ კონცეფციაზე ელაპარაკი, ხო? სახელმწიფოებრივი ინსტრუმენტები. ჩვენ საბჭოთა კულტურის პოლიტიკის პერიოდში მქონდა კარგად გამართული კულტურის პოლიტიკა ყველა საბჭოთა ქვეყნისთვის, რა იყო საჩვენებელი და მუზეუმებიც და კულტურული მემკვიდრეობაც ეს იყო სამკაულის ნაწილი. ანუ უნდა ყოფილიყო ძალიან კარგად მოვლილი, უნდა ყოფილიყო შენახული, უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას უვლიდნენ და ისინი კიდე განსაკუთრებულ პატივში იყვნენ, მაგრამ ეს იყო სამკაული. ანუ სამშვენისის ნაწილი იყო, ხო, რომ სახელმწიფო ზრუნავდა, ინახავდა და იყენებდა ამას იმ შესაძლებლობებისთვის, რომ ხანდახან თავი მოეწონებიდა, ხანდახან გაპრანჭულიყო, მაგრამ ეს არ იყო საქანმანათლო რესურსი. დღეს მუზეუმი იქნება ეს სამართლიანობა, იქნება სასამართლო, იქნება თუ ნებისმიერი სხვა ინსტიტუცია, რომელიც ერთობლივად ქმნის სახელმწიფოს და ქმნის დემოკრატიულ გარემოს ადამიანებისთვის, ერთნაირად მნიშვნელოვანია და ერთნაირად საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს. არსებობდა კონცეფცია, როგორი შეიძლება ყოფილიყო ისტორია, როგორი შეიძლება ყოფილიყო მეხსიერება და არსებობდა სახლ-მუზეუმები, როგორც საცავები, რომლებიც ინახავდნენ მემორირებულ ნივთებს და იცავდნენ. გაერთიანების დაარსების დღიდან, ანუ იმ დღიდან, რა დღიდანაც მე მოვედი, ძალიან ბევრი პრობლემა იყო, ძალიან ბევრი უცნაური პრობლემაც იყო, მაგალითად ადგილი ხა სადაც ჩვენ ვართ, სოსო და კოტე წერეთლის მუზეუმი, ეს იყო მხოლოდ კოტე წერეთლის, მხოლოდ სოსო წერეთლის მუზეუმი, საერთოდ არ იყო გამოტანილი კოტეს მეხსიერება, მაგრამ ეს იყო საცხოვრებელი სახლი, არა მარტო ამ სახლში, არამედ ბევრ სხვა სახლ-მუზეუმში, ეს იყო ადგილები, სადაც ცოცხალი ადამიანები, თანამედროვე ადამიანები მიდიოდნენ მემორირებულ პირებთან სახლში სტუმრად და გარდა იმისა, რომ დაბადების დღეების
გარდაცვალება დაბადების თარიღებს აღნიშნავდნენ, დანარჩენი ადგილები, ან საჭიროებები, დღეები განიხილებოდა როგორც ჩვეულებრივი სივრცეები, სადაც შეეძლოთ ეცხოვრათ, ყოფილიყო გაშლილი სუფრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ისე მოვედი, რომ არ არსებობდა არც დახვედრილი სტრატეგია, არც არანაირი კომუნიკაციის გეგმა. ეს უნდა ყოფილიყო სახლ-მუზეუმი, რომელიც ინახავს ისტორიას და უბრალოდ არის მემორირებული პირის სახლი, სადაც შეიძლება ცხოვრობდა, თუ ეს არის ეპოქა, სადაც არის რაღაც მიზეზები, გამოწვევები, ამბები, ისტორიები, მეხსიერება და რაც ყველაზე მთავარია, მემორირებული პირები არ არსებობენ პოლიტიკური კონტექსტის გარეშე, ეკონომიკური კონტექსტის გარეშე, სოციალურის და რაც მთავარია, ადამიანების გარეშე. თბილისის მუზეუმების გაერთიანებას აქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პრემია მიღებული, რომელიც მსოფლიო სამუზეუმო საზოგადოებისთვის არის ძალიან კარგად ცნობილი და ძალიან აღსანიშნავი პრემიები. ეს არის ევროპის მუზეუმების აკადემიის პრემია, რომელიც მიიღო გაერთიანებამ საგანმანათლებლო კონცეფტისთვის, საგანმანათლებლო კონცეფციისთვის, არა მარტო ერთი საგანმანათლებლო პროგრამისთვის, არამედ ზოგადად ექსპოზიციებიდან დაწყებული, ექსპოგრაფიებით დამთავრებული და იმ სამკომუნიკაციო ენით და იმ ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამებით, რომელსაც გაერთიანება ახორციელებს. და მეორე ეს არის ევროპის მუზეუმების ფორუმის EMIAS, როგორც ჩვენ ვეძახით ხოლმე მუზეუმელები, პრიზი, რომელიც მიიღო ილია ჭავჭავაძის მუზეუმმა. So the commendation goes to Ilya Chavchavadze Literary Memorial Museum, Tbilisi in Georgia. არა მარტო როგორც მუზეუმის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტმა, არამედ იმ კონცეფციამ, რომელიც მუზეუმი ინახავს და გადაცემს საზოგადოებას იმ მთავარ ღირებულებებს, რომელიც მე-19 საუკუნის სულისკვეთებიდან დემოკრატიულ ღირებულებებს და ინარჩუნებს იმ დღემდე და ავრცელებს და ხდება ხიდი თანამედროვე საზოგადოებისთვის. ყველაზე მეტად რომელი მუზეუმი გიყვარს? არა მაქვს ამაზე პასუხი, რადგან ერთხელ ვიხუბრე, რომ ეს დაახლოებით იგივე რა დედას ეკითხებიან, რომელი შვილი უფრო. ყველა მუზეუმთან მაქვს სრულიად სხვადასხვა ემოცია. ყველა მუზეუმში შემიძლია ვთქვა, რომ თანაბრად ჩადებულია იმდენი ენერგია, იმდენი ღამისთება, რამდენსაც ითხოვდა, იმდენი ნერვიულობა და პრობლემებთან გამკლავება, რომელიც ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე თუ გარედან და თუ არსებული ტექნიკური ან ობიექტური ან სუბიექტური პრობლემებიდან გამომდინარე, რამდენსაც ითხოვდა და არასდროს არც ერთი მუზეუმი, რეაბილიტირებული მუზეუმი არ გახსნილა კონკრეტულ ვადაში, რომ აი მაგალითად 6 თვეში უნდა დამთავრდეს, არა. ყოველთვის იმდენი დრო დასჭირდა, რამდენ დროსაც ითხოვდა სამუზეუმო გარემო, კულტურული მემკვიდრეობა და თვითონ მემორირებული პერიოდი. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ გალაქტიონის მუზეუმში ან ამ მუზეუმშიც აი სულ ვუყურებდით თვითონ მემორირებული პირები, როგორ შეეძლოთ აღექვათ და ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ მათთვის გვაქვს გაკეთებული, ხო, ამაში ძალიან დიდი წვლილია დიზაინერის, ძალიან დიდი წვლილია და ძალიან ბევრი მე ყოველთვის მიმართლებდა, რომ ტექნიკური ჯგუფი გვხვდებოდა ყოველთვის ის ადამიანები, რომლებსაც ზუსტად ესმოდათ ხოლმე კონცეფცია, რა გვინდა და გვეჩვენებინა. ტექნიკურად ძალიან ბევრი სირთულე იყო, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა იყო ამ მუზეუმში აი ამ ხელას არკისებური ჭერი შექმნა. ეს პრინციპულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან აი ეს იყო მთელი კონცეფცია, მაგრამ არ ვიცი, მართლა არა მაქვს პასუხი, რომელი მუზეუმი ძალიან უფრო მიყვარს, იმიტომ რომ სხვადასხვა გარემოებებში ხანდახან არის ხოლმე, რომ აი ძალიან მომენატრება და როგორც დამთვალიერებელი მოვსულ ვარ და ხო ეხლა არ არის ადვილი ამაზე საუბარი.